აზრი როგორც კი ის წარმოიშობა, როგორც კი გაჯდება, იმ წამსვე გაჩენისთანავე, დაბადებისთანავე აზრი მიისწრაფვის იქეთკენ, რომ ის განხორციელდეს. აზრმა ხორცი უნდა შეისხავს. აი ეს იყო ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დაკვირვება, რომელიც მე ჩემს, ასე ვთქვათ, შემდეგ მე დავფიქრდი, რასაც მეუბნებოდა ჩემი შინაგანი დამკვირვებელი და აი მივიღე ეს ვარაუდი, რომ ჩემი ვარაუდით ეს მე სადღაც მაქვს ამოკითხული, ან ეს მასწავლეს, ასე ვთქვათ, ჩამინერგეს და მე ამას მივაქციე ყურადღება, ოღონდ აქტიურად არ მახსოვდა ისა, მაგრამ როცა მოხდა ჩემი მეხსიერების გააქტიურება ჩემი შინაგანი დამკვირვებლების საშუალებით, მე ჩემს თვალწინ აი სწორედ აი ასეთი ფორმა, ასეთი სახე მიიღო ამ დებულებამ თუ ამ წინადადებამ, რომ აზრი უნდა განხორციელდეს, აუცილებლად უნდა განხორციელდეს. არ აქვს მნიშვნელობა რა აზრის რომელ ასპექტზე საუბრობ ჩვენ ახლა, იმიტომ რომ ბევრი ასპექტები ჩამოვთვალეთ და ისიც კი ვთქვი, რომ არ ვიცი ახლა ვახსენეთ თუ არა პოლ სეზანი, რომელიც აი ვაშლებს ხატავდა, ბევრი ვაშლი დახატა, ხო? რატომ დახატა? იმიტომ რომ ვაშლის ერთი რაღაცა ზოგადი რა ქვია ეგზემპლარი, რომელიც ყველა ვაშლის თვისებას ერთდროულად გამოხატავს, ეს ალბათ მე ასე ვფიქრობ, რომ ასეთი რამ არ არის, ასეთი რამ არ გვეძლევა, ამიტომ ცალკეული ვაშლი გამოხატავს ვაშლის როგორც ასეთის სხვადასხვა ასპექტს, ხომ, სხვადასხვა კუთხეს, სხვადასხვა დაკვირვების წერტილიდან, ხო, სხვადასხვა დაკვირვების წერტილიდან და აი მე გამიჩნდა რაღაცა ერთ პერიოდში ამასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აი რა იქნება თუ ჩვენ ნებისმიერ რამეს ავიღებთ, რასაც ჩვენში პოულობთ და მას აი სწორედ განვიხილავთ აი ასეთი მე ახლა ძალიან ამას ძალიან გაურანდავად ვამბობ, იმიტომ რომ მე გითხარით რომ ესე იგი მხატვრობის შესახებ მე ცალკე ლექციების რა ქვია კურსი მაქვს მომზადებული, რომელსაც სათანადო დროს შევთავაზებ მსმენელს და მაყურებელს, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში მე ავიღე აზრი,